Business Code კვლავ პირდაპირ ეთერშია შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ტელეკომპანია ებერესა და რადიო კომერსანტის პირდაპირ ეთერში FM 95-ზე და 5-ზე საქართველოს საფრანგეთის ისეთ პრესტიჟულ გამოფენაში მონაწილეობს, როგორიც Wine Expo Bordeaux. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობას და პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წელს გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელ 24 კომპანიას აქვს წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოფენის ფარგლებში გამახვილ ქართული ღვინის დეგუსტაციას დაესწრო. ქართულ წარმოებებს საშუალება უჩნდებათ, რომ პირდაპირ სავაჭრო ურთიერთობები დაამყარონ მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან წარმოდგენილ იმპორტიორებთან ან დისტრიბუტორებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ლევანდელი მონაწილეობა, იმიტომ რომ იცით, რომ საქართველოს წელს იქნება პირველი მოწვეული ვენახი, სწორედ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მსოფლიოს ცენტრში და ზუსტად საქართველოს ქართული ღვინის ცნობადობისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შანსი ქართული ღვინის სწორად წარმოჩენისთვის და ქართული ღვინის კულტურის კომუნიკაციისთვის. გასცემად მინდა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი ღვინის საგამოფენო ღონისძიება, 2 წელიწადში ერთხელ იმართება, 2015-ში ჩვენ პირველად მივიღეთ მონაწილეობა და წელს უკვე მეორედ მივიღეთ მონაწილეობა, სადაც 24 ღვინის წარმოებელი კომპანია არის. წელს განსაკუთრებით დიდი დატვირთვა ეძლევა ამას, იმიტომ რომ საქართველოს ბორდოში გააგრძელებს ყოფნას. ივლისის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე ჩვენ ვიქნებით პირველი მიწვეული სტუმარი ბორდოს ღვინის მუზეუმში და სწორედ ამ ჭრილში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს აქტიურობას ბორდოს მიმართულებით. გამოფენაზე ძალიან დიდი ინტერესი არის ქართული ღვინის მიმართ. აქ მოდიან ევროპელი დაინტერესებული სომელიეები, ღვინის ყიდველები და უბრალოდ მოყვარულები. გამოფენა არის ერთ-ერთი შტაბ-ბიჭდავი. აქ ძალიან ბევრი ქვეყანა არის წარმოდგენილი, ამიტომაც აუცილებელია საქართველოს აქ წარმოდგენაც.